მარიამი როიწვა პროექტში ჯავხნა არ არის. ჩემი აზრით არ არის. მაგრამ რადგან უზრდელი ხარ, მაინც დაგბლოკავ. B7 უჩი, ანუ ბაჩუ, ანუ არ ვიცი ამით რა ქვია სახელი და გვარი, ხო? B7-იანი უჩი 1 უჩი. ხო, ეს არის ახალი მონაწილე, რომელიც შევა ხვალ თუ არ ვწდები, ან დღეს, სავარაუდოდ ხვალ შევა, კი. უბრალოდ ძალიან ცოტა დრო არის უკვე დარჩენილი, 2 კვირა ფაქტობრივად და გამოდის, რომ პირდაპირ ფინალზე მიდის. არ ვიცი, როგორც პროდიუსერებისგან ვიცოდი, 16 იანვარს მთავრდება ჰაუსი და 16 იანვრამდე დარჩენილია, 2 კვირა. ალბათ, ხო? ხო და ასე ნია დიდი მადლობა ვარდისთვის და ესე გვიან რომ შედის ანუ ფინალამდე ფაქტობრივად ნახევარ ფინალამდე ახლოს არის. პირველ არჩევნებზე წითელი დროშების არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც იქნება ალბათ ზეგ და შემდეგ შეუერთდება და არ ვიცი ხალხო როგორ იქნება, მეც თქვენთან ერთად ნახავთ. უბრალოდ ძალიან საინტერესო იყო, რომ საერთოდ ვერ გავიგებდი ამ სიახლეს, თქვენ რო არ ჩაგეგდოთ ჩემთვის ამ ბიჭის პროფილი და ლაივშიაო და ეხლა ზუსტად usმინე შენზე ამბობს რაღაცასო. ბიჭია თუ გოგო, ბიჭია ახალგაზრდა სიმპათიური. გოიმობა ის სხვას უგემოვნებს, არ არის გოიმობა, რასაც ფიქრობ იმას, რომ ღიათ ამბობ, არის გამბედაობა ანი. და საერთოდ არ არის ეგოიმობა, ანუ სხვაზე რასაც ფიქრობ იმას, რომ ამბობ და ყველაზე არის ძახი რომ აი მე რა კარგია როგორ მომწონს, არა, არ მომწონს და ძალიან ღიათ ვამბობ, მაგის თავი და მაგის ერთი ადგილი, რომ ღიათ თქვა ვინმეზე არ მომწონს, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი ვარ, რამდენი ანიც არ უნდა გამოხტეს აქ და რამდენი ჭკუის დამრიგებელი რო შე რა უფლება გაქვს ვინმეზე რამე თქვა, კი, გვაქვს უფლება ყველაზე ყველაფერი ვთქვათ ხალხო და თქვენ რომლებიც თვლით რომ ეს უფლება არ გაქვთ, ანუ საქმე შემოდიხართ და კომენტარს მიწერთ პრინციპში. თქვენ რა უფლება გაქვთ აი ამ კომენტარს რომ მიწეთ და დავიწყოთ მაგედან. მაგის უფლებას ხო თქვენ არავინ არ გართმევთ. და რატო გონიათ რომ მე არ მაქვს უფლება ვიღაცაზე აზრი გამოვთქვა, მით უმეტეს ამ პროექტში ვიყავი მონაწილე, ვარ ახლაც ჩართული და რა თქვენი საქმეა ვიზე რას ვილაპარაკებ. რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ და რა ხან ვამბობ, ესე იგი მაგის ერთი ადგილი მაქვს. როდის მთავრდება 16 იანვარს მთავრდება. თეკლა გოიმობა სხვას უგემოვნო არ უნდა უწოდო. თუ ვთვლი რომ უგემოვნოა, რატო არ უნდა უწოდო? დავუშვათ, არ არის გემოვნებიანი და არის უგემოვნო. რატო არ მაქვს უფლება ამის? ჩემი თავი გემოვნებიანი მგონია, კი ბატონო თეკლა. გული არ გაგისკდეს, მაგრამ ჩემი თავი მგონია გემოვნებიანი. ბარბარე აბაშიძე, გვანცა როგორ ხარ? ასევე თქვენ სრული უფლება გაქვთ თეკლა. მაგალითად რომ მე გეგონო უგემოვნო. ძალიან ნორმალურია ეს ჩემთვის და საერთოდ არაფერი ამაში შებაწუხებელი ჩემი მხრიდან არ არის. თეკლა მაგალითად თეკლა შეიძლება თუ მუზებს შენ თვლი გემოვნებიანად, შენც მიგაყოლებ და შენც უგემოვნოდ ჩაგთვლი და ესეც არ არის პრობლემა. შენ შეგიძლია იგივე იფიქრო ჩემზე. მარანი კარგი გოგოა. მარანი ვინ არის? მარიამი. ახალი მონაწილე ემატება, კი ბატონო. ის რომ რაღაცა მე არ მაქვს უფლება რომ ვიღაცაზე რაღაც ვთქვა, აზრი გამოვხატო. ადამიანები არიან რეალიტი შოუში, ისე როგორც ჩემზე გამოხატავენ ას ინტერნეტ სივრცეში, სხვადასხვა მიმართულებით და აქაც იმდენი კომენტარი იწერება ხოლმე. რატომღაც იგივე ადამიანები თვლიან, რომ მე აზრის გამოხატვის უფლება არ მაქვს. შეგახსენებთ, რომ რეალიტი შოუში, სადაც ადამიანებმა თანხმობა განაცხადეს, კამერების ქვეშ 24 საათი იცხოვრონ, შესაბამისად მაყურებლებით, რომ განვიხილავდეთ ამ შოუს, ამის სრული უფლება გვაქვს მეც, თქვენც და ყველას.
Ziko madloba. Bacho madloba. ხო, რას ვამბობდი? მოკლედ ტელევიზიებზე იყო ხშირად შეკითხვა, რომ როგორ მოხვდი მანდ. აქვე ვიტყვი, რომ თვითონ ამ ჰაუსის კასტინგზე მე არ მივსულ ვარ, კასტინგები რომ მორჩა, მე დამიკავშირდნენ, უკვე ძალიან ცოტა დრო იყო დაწყებამდე დარჩენილი და დამიკავშირდნენ და გასაუბრებაზე და ამ შესარჩევ ეტაპებზე დამიბარეს და ესე მოხდა ჩემი შერჩევა. და შესაბამისად მე იქ ესე ვთქვათ ნაცნობიან ვიღაცა ახლობელი არ მყავს, ვარ გარედან მისული, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ასევე მეც ვარ შერჩევით მისული. არც ერთი ქაური მონაწილე არ არის, რომელიმე პროდაქშენის რომელიმე წევრის ფავორიტი, კიდევ ერთხელ გეტყვი, ძალიან ხშირად არის ხოლმე შეკითხები, რომ ხო ჩაწყობილია. რა არის ჩაწყობილი, ცოტა გაუგება, რა უნდა იყოს მანდ ჩაწყობილი ხალხო, ვინც დებს რეიტინგს, ვისი ნახვებიც არის, უარყოფითი პერსონაჟებზეც არის ძალიან ბევრი ნახვები და ყურადღება. თქვენ ნახავდით, რომ ბონდო მაგალითად, რომელიც იყო ძალიან უარყოფითი პერსონაჟი და ძალიან ცუდად მოიხსენიებდა ქალებს, სიძულვილისენით საუბრობდა მათზე და ასე შემდეგ, სანახაობრივი იყო და რაღაც ეტაპზე იმ თავისი რაღაცა გამოხტომებით ნახვებს და რეიტინგს დებდა, მაგრამ როგორც კი არ გახდა საჭირო, წავიდა ეს ადამიანი, ხო? შესაბამისად, იმას ვამბობდი, რომ თვითონ პროდაქშენის მხრიდან და პროდიუსერების მხრიდან მიკერძოებულობა და ვიღაცა უფრო მეტად მოწონთ და ვიღაცას უფრო მეტად აჩვენებენ და ასე შემდეგ, ანუ ხალხო ეს არის ძალიან როგორ ვთქვა არარეალური რაღაც, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი პროდიუსერი პროდაქშენში, ძალიან დიდი გუნდი მუშაობს, ძალიან გამოცდილი ხალხია და შესაბამისად პირდაპირ ვიტყვი ძალიან ისე შეიძლება ცოტა უხეშად და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ პროდაქშენს და იქაურ პროდიუსერებს ყველა მონაწილე ძალიან კიდიათ, როგორც ასეთი. მათთვის ეს არის საქმიანი ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა და რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა უფრო მეტად მოწონდეთ, ეს ასე არ არის. არავინ არ მოწონთ მან, მაგად მე თუ მკითხავ და თვითონ პროდაქშენის მთავარი მიზანი არის, რომ რეიტინგი დაიდოს და ნახვები იყოს და შოუ დაიდგას და ეხა ამ შოუს რომელი მონაწილე როგორ დადგავს, ეხა მაგათთვის ეგ სულ ერთია. ტყუიას მძახალი. არა, წესები არ მაქვს, თუ გინდა გქონდეს წესები და შენ დაუწესე შენ თავს წესები და შეზღუდვები. არა, მე არ მაქვს წესები. კონფლიქტები დაგეგმილად მომხდარა. არა, კონფლიქტები დაგეგმილად არ მომხდარა. მაგალითად, ხა ჩემ კონფლიქტს გეტყვი ბონდოსთან, რომ ბონდოს საერთოდ ის არავის არ დაუძალებია ბონდო, რომ ქალები მოეხსენიებია სიძულვილის ენით. თუმცა ადგა ეს კაცი და ძალიან ცუდად ილაპარაკა ქალებზე, წავით ჩვეჩხუბეთ. ბოდიშიც მოვახდევინეთ, ანუ ეს დადგმული არ ყოფილა. ბარბარე, შეიძლება რაღაც გთხოვო? არა, თუ აუცილებელი არ არის, არ გთხოვო, აქ თხოვნები არ გვინდა. თუ შეკითხვა გაქვთ, დაწერეთ, გამარჯობა. თხოვნები და ისმინდა, ჩემთან არ არის საჭირო. თამარ, ნასწავლი მაქვს საუბარი. შენ რო წერა ისწავლო და ქართული შრიფტი დააყენო ხوارჯობია.
ანი ხვირავაშვილი. კი, საქმეებიც მაქვს და ჰაუსიც ვლაპარაკობ ხოლმე პერიოდულად ლაივში შემოვდივარ. ხო დაქტოებ პროექტი და რაღა გალაპარაკებს. რამდენსაც მინდა იმდეს ვილაპარაკებ და შენ რატო მიდგენ მე როდის რაზე უნდა ვილაპარაკო? ეს შენი საქმე არ არის და შეგიძლია ტუიას ვძახალი, ხო? წახვიდე და აღარ შემოხვიდე, დაგევშვდებებით. თუ შეღონდი რას შემოდიხარ? ჯონ ჯიშკა დაუბლოკოთ, რომელიც ილანძღებოდა. ახალი მონაწილე შევა ზეგ კი არა და ხვალ შევა ახალი მონაწილე და შესაბამისად დამბლოკე რა ვერ გიტან. ნუ შენი თავი შენ თვითონვე შეგიძლია დაიბლოკო, ეხლა მე ნუ მავალებ ეგეთ რაღაცებს. ახალი მონაწილე არის ბიჭი, ბაჩი თუ ბაჩო, არ ვიცი ზუსტად რა ქვია. იუზერი არის TikTok-ზე, გუშინ ჩამიგდეთ თქვენ ისევ ჩემო ფოლოვერებო და ლაპარაკობდა ეს ბიჭი ჰაუსზე, თვითონ თქვა რომ ჰაუსში შევდივარო და მეც ეს ლაივის დროს შევედი და ვუსმინე 1-5 წუთი, მერე გავიდა. მადლობა ვარდებისთვის, ძალიან დიდი. ხო, კიდე რას ვამბობდი? ხო, თვითონ ტელევიზიას რაც შეეხება, ნუ ტელევიზიაში ბევრი მონაწილე მიდის ჰაუსში, იმიტომ რომ ტელევიზიაში უნდა კარიერის აწყობა. მე მგონია, რომ ჰაუსიდან ტელევიზიაში კარიერის აწყობა ძალიან არარეალურია, მაგალითად ახლა ჰაუსში არის ჩვენთან ძალიან ბევრი მონაწილე. ისეთი რომელიც თვლის რომ ჰაუსში მონაწილეობით მას როგორც დიასა ფიქრობდა თავის დროზე რომ 8 თვე ვიცხოვრეო და არ შემოთავაზეს მუშაობა და ძალიან ბუნებრივია. ჯერ ერთი რაღა დროს ტელევიზია არის კარიერული თვალსაზრისით თუ განვიხილავთ გუშინ წინდელი დღე, ახლა უფრო TikTok-ის, YouTube-ის და პოდკასტების ეპოქაა, ხო, ტრენდი ესე ვთქვათ. და მეორეს ერთი ახლა რუსთავი 2 ყველამ ვიცით რომ ფინანსურად ძალიან გაჭირვებული ტელევიზია და ფინანსურად არ ულხინს. ის რასაც ესენი აკეთებენ რუსთავი 2-ის თანამშრომლები პროდაქშენზე მაქვს საუბარი, ეს ყველაფერი იმის ხარჯზე არიან ძალიან პროფესიონალები და ძალიან ბევრი წელი აკეთებენ შოუებს. თორემ აი ესეთი ფინანსური სიდუხჭირის პირობებში ჯერ კიდევ როგორ შეუძლიათ ამ შედეგის დადება. ძალიან დასაფასებელია, ნუ ეს პროფესიონალიზმის ხარჯზე, იმიტომ რომ მრავალწლიანი და ბევრწლიანი პრაქტიკა აქვს უკვე შოუების კეთების. სოფია ზურა მართლა ტოვებსო პროექტს? არა, არ ტოვებს, ხუმრობა იყო ეს, პრანკი იყო ეს გუშინ, რაც გააკეთა, პროექტს არ ტოვებს, არ საწამსვლელი გარემო, მოსაგებად არის ტიპი მოსული, საწავა. გაიხუმრა და ეს იყო მისი პრანკი, რაცა ბარგი ჩაალაგა, გოგოები ანერვიულა და რაღაცა მოკლედ ხუმრობა იყო მაგის. ხო,
ესე ადგე წახვიდა პროექტი და მთლად ესე არ არის, მაგალითად მარიამ ლამას ძალიან დიდი ის დაჭირდა ძალისხმევა და კაი ხანი ქონდა მოლაპარაკებები პროექტთან, რომ წასულიყო მისი მენტალური ჯანმრთელობიდან გამომდინარე. Გვანც არ მიიღო ცუდად შესვლა ანაზღაურებადია პროექტში. არა, ანაზღაურებადი, რა ვთქვი, ანუ ფული გადაგვიხა, ჩვენ ვიხდით ფულს, კი, ისინი გვიხდიან. Production-ი გვიხდის, ახლა ჩემთვის ეგ თანხა არ არის ის, რომ ამ თანხისთვის მე მიღირდეს რაღაცის გაკეთება. თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება ნორმალური თანხა იყოს ეგ. როცა ხმის მიცემიდან ბრუნდებით ჩემოდნებიანად, მე ვიყავი ორჯერ აუთსაიდერი, ერთხელ პროექტმა გადამარჩინა და მეორედ წამოვედი, ხო, რომ ორი ლაივი იყო ასეთი ჩემ შემთხვევაში და როცა აუთსაიდერები ჯდებიან სკამზე, რადგან წინასწარ არ ვიცით, ვინ დარჩება და ვინ არ დარჩება, ყველა აუთსაიდერი ალაგებს პარკს. მე ძალიან ცოტა პარკი მქონდა წაღებული ისედაც, მარტივად ჩავლაგდი ორივე შემთხვევაში და პირველი ლაივის დროს პროექტის გადაწყვეტილებით დავრჩი და მეორე ლაივის დროს წამოვედი უკვე და სამივე აუთსაიდერი ალაგებს პარკს, იმიტომ რომ იმ სამიდან ასდროს არ ვიცით, ვინ დატოვებს პროექტს და ვინ დარჩება. ტასოს ჯავახა მოსწონს, ხო, არ ვიცი. ჩემი აზრით ანასტასიას პროექტში არავინ არ მოსწონს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არის თამაში და იქიდან გამომდინარე, რომ ფინალამდე არის ძალიან ცოტა დრო დარჩენილი, შესაძლებელია, რომ რაღაც სვლები გაკეთდეს ისე, როგორც მონაწილეებს აწყობთ. კარნახობენ ხოლმე ზოგჯერ დროს რა უნდა ქნათ და თქვათ არა, ინტერვიუების ოთახი არის გვერდზე, ინტერვიუებში გავდივართ და ინტერვიუების ოთახში რა ხდება? ანუ რასაც გინდა, იმას არ ლაპარაკობ. კონკრეტულ თემაზე გეუბნებიან, რომ კომენტარი გააკეთო, მაგალითად შეხვიდე ინტერვიუების ოთახში და შენი აზრი დაუშვათ მომხდართან დაკავშირებით, არა, პროდიუსერები გეუბნებიან, რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რა აზრია და ამაზე ილაპარაკე. ეს არის ხოლმე, თორე არავინ არაფერს არ გაძალებს, არც ერთი ჩხუბი მანდ დადგმული არ არის და არანაირი ძალდატანება რომ ხა შენის უნდა გააკეთო, ხა შენის უნდა გააკეთო, ესეთი რაღაც არ არის. უბრალოდ არის ინტერვიუების ოთახი, სადაც თემატურ შეკითხვებს გისვამენ და რაზეც გისვამენ შეკითხვას, იმას პასუხობ. გვანსა დაახლოებით რამდენს გიხდიან, ეს ინფორმაცია არ არის ხმთად ესე საჯარო და ვერ გავაჟღერებ, ცოტა კონფიდენციალურია. მე მაგალითად ძალიან კარგად მესმის ჩემ თანამშრომლებს, მე ხო ფინანსური სერვისები მაქვს და ბუღალტრები მყავს აყვანილი ჩემ კომპანიაში და მეც ვეუბნები ხოლმე ჩემ ბუღალტრებს, რომ ნუ იტყვით მე რამდენს გიხდით. კონფიდენციალურობა ამასთან დაკავშირებით ალბათ, არის რაღაც თემები, რომელიც დავუშვათ დამსაქმებელი და დასაქმებული, ან პარტნიორები თუ არიან, ან თანამშრომლობა რო არის, სრულიად დასაშვებია და შესაძლებელია შეთანხმდნენ, რომ ანაზღაურება არ იყოს საჯარო და არ გაჟღერდეს. ართავს მე თბილისში ვცხოვრობ და ართავს ძალიან ჩვეულებრივი ამინდია, მზე არ არის, მაგრამ კარგი ამინდია. გვანცა ობიექტური აზრით შენი ნიკას გრძნობები გულწრფელია? გრძნობებზე ვერ ვიტყვი, მე მგონია რომ ნიკას, ანუ ჯავახას გულწრფელად მოსწონს მარიამი. ეხლა იქით რა გრძნობებია, როგორ ეს წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ თვითონ უკეთესად იციან, მაგრამ
მე მგონია რომ ძალიან გულწრფელად მოწონთ ერთმანეთი ამ ორ ადამიანს და ყველაზე გულწრფელები ეგენი არიან პროექტში. ქუთაისში თოვს ძალიან კარგი მიყვარს ქუთაისი და თოვლიც. ძალიან ლამაზი იყო, ერთხელ ვიყავი ძალიან ბევრი წლის წინ ბათუმში და ბულვარში რო თოვდა, ეს იყო რაღაცა ძალიან ლამაზი სანახაობა. თოვლიან ქუთაისში არ ვარ ნამყოფი, სულ ზაფხულობით ჩავდივარ ხოლმე ქუთაისში, რაღაც ისე ემთხვევა. და ზაფხული ქუთაისში ძალიან ლამაზია, კი. ზუგდიდშიც თოვს. ანუ დასავლეთ საქართველოში ძალიან კარგი თოვლიანი ახალი წელია. კონც არამდენი წლის ხარ 42-ის. ჩემ ასაკს არ უმალავ, ჰაუში რო შევედი პირდაპირ ვუთხარი რომ ამდენი წლის ვარ, არსად არასდროს ჩემი ასაკი არ დამემალია და ძალიან კარგად ვუყურებ ჩემს ასაკს. აქვე ვიტყვი რომ არ მგონია რომ გამოვიყურები ან უფრო დიდ ასაკზე, ან უფრო მცირე. მე მგონია რომ რამდენისაც ვარ, იმდენს გამოვიყურები. ზოგი მწერს ხოლმე რომ მე 20 წლის მეგონე, ზოგი მწერს ხოლმე რომ მე 70 წლის ხარ და ალბათ მეტის და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირი კომენტარი იწერება ხოლმე, ზოგს გონი ვარ 60 წლის, ზოგს გონი ვარ 30 წლის. ნუ მოკლედ ამ ხალხისას ვერ გაიგებ. მე მგონია რომ იმ ასაკზე გამოვიყურები, რაც ვარ. თუმცა აქვე ვიტყვი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი ასაკის ცხოვრების სტილით განსხვავდება. მე მაგალითად ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი მაქვს. აქტიურ ცხოვრების სტილში გულისხმობ რომ სისტემატურად ვარჯიშობ დარბაზში, მყავს ტრენერი, ძალიან ბევრს მოგზაურობ, ძალიან ბევრს დავდივარ საცეკვაოდ, სამხიარულოდ და ხშირ შემთხვევაში ჩემი ასაკის ადამიანებს ეს ეზარებათ, ესე ვთქვათ და არც რეალიტი შოუებში არ შედიან, როგორც იცით. ფინანსები საიდან გაქვთ? რა ფინანსები? ანუ ჩემ ფინანსურ მდგომარეობაზე რომ უცხო ადამიანი ფიქრობს, ძალიან დასაფასებელია. და რატო გადარდებს შენ ჩემი ფინანსები? ლორენცო მოგების ერთი ნატალიამ გამომიგზავნა რაღაც. ძალიან დიდი მადლობა ნატალია. ლორენცო მოგების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, იმიტომ რომ ძალიან გამორჩეული და სახასიათო მონაწილეა და მიუხედავად იმისა, რომ შემოსვლის დღიდან ლორენცო ძალიან სტაბილურად მიდიოდა წინ, ბოლო ლაივზე მე მომეჩვენა, რომ ლორენცო არის ცოტა დათრგუნული და ცოტა შეშინებული, იმიტომ რომ არავინ არ ელოდა ხალხმა, რომ მარიამი, რომელიც ძლიერ მოთამაშეთ, მოდი ვთქვათ, რომ არ ითვლებოდა ჰაუსში, ისე როგორც ქუთაისელები და ლორენცო, არავინ არ ელოდა, რომ მარიამი ხმებით გადაუსწრებდა ლორენცოს. არავინ მაგას არ ელოდა, მაგრამ ყველაფერი ხდება, რეალიტი შოუა. მეხუთე კლასი მუზები არიან ძალიან გონი, ხუმრობა არ იციან. ხუმრობა არ იციან, გეთანხმები, მე ეს მრავალჯერ თქვი, ყველანაირი ხუმრობა გონიათ, რომ არის დაცინვა. დაცინვა ჩემი მხრიდან კიდევ ერთხელ ვიტყვი, არასდროს არ ყოფილა, გავაკეთე პაროდია მაგათი და ეს პაროდია არ მგონია, რომ არის დაცინვა. ჩემი პაროდიაც გააკეთეთ თუ გინდათ, რა ვიცი, მუზეუმად გააკეთონ ჩემი პაროდია, მე პრობლემა არა მაქვს. კლიმენტი კეკუტია, კლიმენტი ესკორტზე როდიდან ხარ შენ? კლიმენტი რა ღირს შენი ესკორტი? ვაი, მე რა შეკითხვები აქვს? დავბლოკოთ კლიმენტი. ჩემთან არ თოვს. თბილისში ვცხოვრობ და თბილისში თოვლის ნასახიც არ არის. ძალიან ლამაზი ხარ, დიდი მადლობა. ჯავახას გულშემატკივრებმა დიდი როლი ითამაშეს, გეთანხმებით, მაგრამ ნახეთ, თუ ადამიანი არ მომწონს და მისი პროექტში დაბრუნება არ მინდა, ვერავინ ვერ მაიძულებს, რომ გულშემატკივარი ვიყო. ვერც მისი ბოიფრენდი, ვერც მისი გულშემატკივარი და ვერავინ. ამიტომ ჯავახას
როლი ძალიან დიდია გეთანხმებით, მაგრამ მარიამიც ძალიან ბევრს მოსწონს და ძალიან ბევრი თვლის, რომ არის ყველაზე გულწრფელი და არაფერისტი ადამიანი. ლორენცო ზედიზედ სამჯერ იყო და იმიტომ აიღო ცოტა ხმა. გეთანხმები, თუმცა მაინც მარიამთან შედარებით ცოტა ხმა იყო ყველა ვარიანტში და ამას ხო გეუბნები, არც მე არ ველოდი, არც ჰაუსის წევრები არ ელოდნენ, მე მგონი, იმიტომ რომ ლორენცო ბევრად რეიტინგულ მოთამაშედ ითვლებოდა და მისი ფანები ბევრად უფრო აქტიურები და ბევრად უფრო მეტნი იყვნენ ვიდრე მარიამის. მარიამზე მოდიოდა ძალიან დიდი ჰეიტი ამ სიტყვაობის გამო და კიდე ბევრი რაღაცის გამო. ერთმა ახალმა მონაწილეს ბიჭს რომ შედის დაიწეროს მარიამ დაკავებული ახალი დაუწერა რამდენი ხნითო არ ვიცი ხო რო დაუწერა ლამაზი ხარ მადლობა დაუნდობელი გამარჯობა ლორენცო განაბია და თან მეგრელია. ხო, ლორენცოს და ზუკა გუგას ეს საუბარი, კი. საუბრის, მაგათ საუბრის სტილს თუ მიუყვებით, ეს სიტყვებზე წამოკიდება, რაღაცა ქვეტექსტების პოვნა, იმაზე ჩაჭერა, ხო, ეს მართლა გითხრათ, ეგ ჩემს საერთოდ არ არის, მაგრამ ძალიან კარგად გამოდის ლორენცოს და ქუთაისელებს. არ მე ვასები, არც მე. კოალიცია არიანო, გეთანხმები. ახალი მონაწილე ახლა რო შევდის მარიამზე საუბრობს სულ რა საუბრობს აბა მომიყევით. ლორენცო შეცდომას უშვებს ჯავახასთვის უნდა მიეცა მწვანე დროშან, ლორენცო უნდა გაბოსებულიყო ჯავახა გეთანხმებით. გეთანხმებით ლორენცო ისევ ამ კოალიციას აძლიერებს, რატო არის ალბათ აქვს შესაბამისი გათვლა ან საფუძველი ვერ გეტყვით, მაგრამ ლორენცოს ქმედებებით ახლა ისე დავინახე, რომ ისე კოალიციას აძლიერებს და თან ამ კოალიციას ჩხუბება და დაშლა უნდა, თან ისევ ამ კოალიციას აბოსებს და აძლიერებს ვერ გეტყვით. ლორენცო უბერავს ხანდახან კი. რავი დაკავებული ვიცით, მაგრამ არაუშავსო და რაღაცები. ღმერთმა ხელი მოუმართოს, რა ვნახოთ. ანასტასია ცდილობს კოალიცია დაიჭიროს ქუთაისთან. კი ბატონო, ცდილობს შეიძლება თანამოაზრეები მერწყული ხანდახან, ნუ ხშირად. გვანცა როგორ ხარ? მადლობა, კარგად. არ მევასები, არც მე არ მევასები. ვიკა დიდი მადლობა შენსკენ და მარიამისკენ ვარ. სუპერნოვა გვარიც არის, არა ხალხო, სუპერნოვა არ არის გვარი, სუპერნოვა არის კოსმოსური მოვლენა ერთ-ერთი და უკავშირდება ვარსკვლავის აფეთქებას. აი ესა მაგის რქა ასე აწერია მერე ნახე. ვნახე ეს იუზერი ხალხნო, გუშინ ჩამიგდეთ და ლაივი ქონდა და ლაივიც ვნახე, 1-5 წუთი უსმინე, ბოლოსკენ მივუსწარი სამწუხაროდ, ვიცი ვინც არის და რა ვიცი, წარმატებები ვუსურვე. დავუწერე კომენტარი წარმატებებს გისურვებთ და ვნახოთ რა სიზავს. ჯერჯერობით არ ვიცი არაფერი. ნინიკო, ძალიან მიყვარხარ, მეც მიყვარხარ. გვანცა 31-ში მიდიან ჰაუსელები სახლში. არ ვიცი, ვერ გეტყვი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მარიამს ვკითხავ და გეტყვით. მგონია რომ ლორენცოს ნაირია რაღაცით. მე მგონია რომ ლორენცოს თან ეგ ძალიან კარგ შოუს და კონტენტს დადგამს. ტიპს მარიამის გარდა და სხვა სახელ არ უსაუბრია, მე სხვა ლაივებიც ნახე. ჩამიგდე, აბა თუ რამე საინტერესოა, აუცილებლად ჩამიგდეთ ხოლმე.
სტრიმებს ვერ ვუყურებ, მარტო სტრიმებიდან რო ვიდეოებს ამოჭრით ხოლმე, მარტო მაგას ვუყურებ ხოლმე. დები მუზები როგორები არიან შენი აზრით? მარიამი უნდა მოვიწვიო. ხალხო, მარიამი შემოვიდა და მოვიწვიე, მოდი მარიამს ველაპარაკოთ. მარიამ, ხალხს აინტერესებს როგორ ხარ? შემოდი და გაეცი პასუხი. გადაიცი ეს მარიამს რეებს ვეუბნები გთხოვ. კი ბატონო, გადავცე. მარიამს არც ძალიან კლუბშია, იმედია სრულად გამოჯანმრთელდა მარიამი და არის უკვე ძალიან კარგად. მარიამზე ვინერვიული ხალხო. ანასტასია ჩემი აზრით კარგი გოგოა, კი ბატონო. კლუბში არა, კლუბშია ხალხო, არ ვიცით რის კლუბში, აბა. მარიამი არის ყველაზე ლამაზი გოგო, აუცილებლად გადავცე. ანასტასია მარტო იმიტომ მომწონს, რომ მუზებს ამწარებს. მუზები ძალიან შეშინებულები, ძალიან გვეშინიაო ჩვენო. ხა რომ დაინახეს რომ მარიამი ხო მარტო იყო და მარტო უტევდნენ ხოლმე მარიამს და ხა რომ დაინახეს რომ კიდე ანასტასია დაემატა უკვე შეეშინდათ. ხა თვითონ ორნი არიან და ლელუ ყავთ და ძიმე არტილერიას შემოაგორებენ ხოლმე ლელუს საჩხუბრად. ეხლა ნახეს რომ ეს კოალიცია მთლად ესე ძლიერი არ ყოფილა. მართლა შეეშინდათ ვიკა ხო როგორი აი ლაივიდან რომ დაბრუნდეთ ვაიბე ჩვენ გვეშინია ხა ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გვექცეს თვითონ თავისი სიმღერები რო გვიქცეს ცხოვრება ჯოჯოხეთად და ეხა ვიღაცამ რომ მაგათად ცოტა მერწყული ანასტასიამ ვინ უნდა შეაშინოს აი ამ ლამაზმა დისნეის პრინცესა გოგომ შეაშინა მუზები ხალხო. რამდენი წლის ბავშვმა უნდა უყუროს ჰაუს შენი აზრით? ჩემი აზრით ბავშვმა ჰაუს საერთოდ არ უნდა უყუროს. მაგრამ გასართობად ვისაც უნდა იმან უნდა უყუროს, პრობლემა არ არის. უბრალოდ მე მაქვს ესეთი შეხედულება, რომ ძალიან ბევრი კომენტარი იწერება ხოლმე, რომ ხალხნო ჰაუსიდან თუ რაცა მონაწილებიდან მარიამზე და ვიღაცებზე არის ხოლმე ნათქვამი. ხალხნო ჰაუსის მონაწილების ამ ქცევიდან ვინ რა უნდა ისწავლოს? არ არის ჰაუსის სასწავლებელი ხალხნო რეალიტი შოუა. მე დედასთან და ბებიასთან ერთად ვუყურებ ხოლმე. ძალიან მშვენიერი თიკო, ვისაც როგორ უნდა ისე უყუროს, ხო და ხშირად მესმის ხოლმე რომ აი მე ჰაუსიდან ვინ რა უნდა ისწავლოს ხალხო ძალიან ბევრი უნივერსიტეტი ძალიან ბევრი კურსები და ასეთი რაღაცები მაქვს გამოვლილი ბაკალავრიატი და მაგისტრატურა და კიდე 1000 პიროვნული განვითარების რაღაცები და არასდროს არ მომსვლი აზრად რომ რეალიტი შოუსთვის მეყურებია იმიტომ რომ რაღაცა მესწავლა. შესაბამისად რეალიტი შოუ მე მგონია რომ არის გასართობი
და ძალიან ცრუ მოლოდინები შეიძლება შეგექმნათ თუ ისე უყურებთ რომ რეალიტი შოუსგან ვინმე რამე უნდა ისწავლოს. მე აქედან ვიკეთებ რომ ვერაფერს ვერ ისწავლით, უბრალოდ გასართობად შეგიძლიათ უყუროთ და ის მოლოდინები რომ ვიღაცისგან რომელიღაცის ქცევისგან ან მეტყველებისგან რაღაცა უნდა ისწავლოთ, თუ გინებას მოусმენთ, თქვენს გინებას დაიწყებთ, თქვენ შეგიძლიათ გინებას რომ მოусმენთ, თქვათ, არა მე არ შევიგინები და თქვენ არ შეიგინოთ. გინებას რომ მოусმენთ და უცენზურო სიტყვებს, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს უცენზურო სიტყვები თქვენს ლექსიკონში არ იქნება და თქვენ უცენზურო სიტყვები არ თქვათ. ძალიან მარტივია ეს. მარიამი მოვიწვიე ხალხნო, მაგრამ როგორ ჩანს არც თალია. მარიამის ვიდეო ნახეთ თურქ კაცთან ერთად რო გავრცელოს. მარიამს ვიდეოები რო გავრცელოს ამასთან დაკავშირებით მე არც მარიამზე შემცვლია აზრი და არც ჩემი გულშემატკივრობა არ შერყეულა. რალამაზე თვალები გაქვს, დიდი მადლობა. ცენზურა დავიცვათ, ბარბარე, დიდი მადლობა. მუზებს რო აკინა კი ვნახე და შესაბამისად თქვით რომ ეს არ იყო კარგი და მარიამაც მოიხადა ბოდიში. ვის ვაბულინგებ ანი მე არავის არ ვაბულინგებ, უბრალოდ ას გამოხად. ჯავახა მუთხრამარის ახალწელს ერთად შევხვდეთო. ძალიან კარგი ხა ჰაუს იქნებიან ორივე და ერთად შეხვდებიან, აბასაც შეხვდებიან. მარიამზე მიდისი და ხალი ცუდად ლაპარაკობდა. ხალხნო, ეს გოგოები ბედინასთან რომ მოვიდნენ, ხო? მარიამზე რა სილაპარაკებენ, ეს მაგათი საქმეა. მე ამ გოგოებს არ ვიცნობ, ჩემზეც რაღაცა ისევ თქვენ ჩამიგდეთ ლაივიდან მისი ვიდეოები და მეც მიმაყოლეს ზედ რაღაცა მათხოჯიო და რაღაც 1-2 გინება ჩემი მისამართიაც გამოშვეს, მაგრამ მე ამ გოგოებს არ ვიცნობ, დიდად გაბრაზებული მათი არ ვარ, იმიტომ რომ არანაირი შეხება არ მქონია და მათ ქცევაზეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ხა, იმიტომ რომ აგინეს ვერაფრით ვერ თუ რაღაცა ცუდი სიტყვა მათხოჯიო, ხო? თუ რაღაცა თქვენს მაგის გამო ახლა მე ვერანაირად ვერ შევუარდები ამ გოგოებს და ვერ ვიტყვი რომ მე რატო ფიქრობ რომ მე მათხოჯი ვარ და რაღაცა შობს ესე რატო ამბობ, უნდა და ამბობს რა გავაკეთო აბა მეტი. რო თქვა რომ ხა ეს დიდად მაღელვებს არა. არა და რა ფოტოც გვაჩვენეს ძალიან საყვარელი ხარ მან. თიკო, ეგ როგორ გამოგეპარა შენ და მე არ ჩამიგდე ინბოქსში, არ ვიცი. თიკო, ეგ როგორ არ მაჩვენე. ჰაუსიდან ძალიან ბევრი სასაცილო სკრინია ხოლმე ჩემი სახის გამოტყობის და მე შენახული და კომენტარებში ხშირად ვდებ ხოლმე რაღაცა ესეთ. რაღაცნაირად ესეთი გამომეტყველება რომ აქ ხოლმე. მოგნიშნეთ შენ და მარიამიო, ბოზები არიან შეშვით. ნახეთ ვის რა ცხოვრების სტილი აქვს ხალხნო, ამაზე როგორ გითხრათ, დიდად არ ვინტერესდები, ანუ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ცხოვრების სტილი აქვს ამ გოგოებს, იმიტომ რომ არაფერს არ ცვლის ჩემთვის.
ხვალიდან აღარ გავა, სახლში მიდიან და იქ არიან ახალწელს და ჯავახამ უთხრა ჩემთ. ვაიმე, ძალიან საყვარლები იქნებიან თუ გარეთაც გააგრძელებენ ურთიერთობას და ერთად შეხვდებიან. ვაიმე, ძალიან საყვარლობა იქნება. უნდა ვკითხო ერთი მარიამს კარგად ამის თაობაზე. დააგაფალთ. ხო, კიდე რას ამბობდი? მეგობრებო, ქალმეტი საქმე არ მაქვს. კი, საქმეებიც მაქვს და თქვენს გესაუბრებით ხოლმე. აბა, ვისთან ერთად უნდა ვიყო? ძალიან საინტერესოა. ვნახოთ. ეხლა წავალ მარიამსაც მოვიკითხავ. გავიგებ სად არის. ზურას ვითომ წასვლაზე რო ტიროდა დიანა ვიმე აფერისტები. აფერისტები.